ნაწლავური ინფექციების რისკი ზაფხულში. გურჯაანის ჯანდაცვის სამსახურში აცხადებენ, რომ მაღალი ტემპერატურის მიუხედავად მუნიციპალიტეტში შემთხვევების რიცხვი არ გაზრდილა. თუმცა მთავარ რეკომენდაციად კვლავაც პირადი ჰიგიენის დაცვა და ჭარბი რაოდენობის სითხის მიღება რჩება. ზაფხულის პერიოდში ხშირია ნაწლავური ინფექციები, მაგრამ გამორჩეულია გურჯაანის რაიონი ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ ჩვენ შემთხვევები არ მოგვმატებია მიმდინარე წელს. მიუხედავად ამისა, მაინც მოსახლეობას მინდა მოუწოდო, რომ ცხელი ამინდებია ძალიან ყურადღებითი იყვნენ საკვები პროდუქტების მიმართ, მათ სივარში შეინახონ პროდუქტები, განსაკუთრებით საშიშია კუჭნაწლავის საშლილობა, დიარეა ბავშვთა ასაკში, ხშირიც არის 5 წლამდე ასაკში და საშიშიც არის და თუ ბავშვს შეატყობენ, რომ აქვს ღებინება, გახშირებული დეფეკაცია, ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართონ ოჯახის ექიმს, ვინაიდან ნაწლაურმა ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს გაუწყლოვება და სითხესთან ერთად იკარგება მარილებიც ორგანიზმიდან, ამიტომ ბავშვს განსაკუთრებით გაუჭირდება მის ჯანმრთელობის მდგომარეობა, საფრთხე შეექმნება. გარდა ამისა, მინდა მოსახლეობას მეუწოდე, რომ ხშირად დაიბანონ ხელები, განსაკუთრებით ეხება ეს ბავშვებს, ხშირად დაიბანონ ხელები, გაუფრთხილდნენ საკვებს, ნუ იქნებიან მზეზე დიდხანს და მიიღონ სითხე დიდი რაოდენობით.